ჩამოვედით ჭიათურაში და როგორც ბილი მითხრა, ეს არის ძველი საბაგირო. ეს წესით ღია უნდა ყოფილიყო, ეს იმედი გქონდა. ცოტა ფრთხილად უნდა გადავხვიდეთ და აქედან იშლება ესეთი ძალიან ლამაზი ხედი. ჭიათურას. და ხო, ან საბაგიროები, ლიანდაგები ქვევით ძალიან ლამაზი და ისეთი კარგი ადგილია. ესეც რომ ფუნქციონირებდეს და რაღაცა შესვლა შეგეძლოს და იქიდან დათვალიერება ძალიან კარგი იქნებოდა. ესე ჩვენი გოგოები. ეხლა მივდივართ უკვე ონისკენ. გამარჯობა. ესეთია, ცოტა უცნაური ქალაქია. და ქუჩების და რაღაც განსხვავდება სხვა ქალაქებისგან საკმაოდ. და გამწვანებულია მეტნაკლებად კი არა და ძალიან თითქმის მთელი ქალაქი ხო? კი, ქალაქი. მთელი ქალაქი ხეებშია გარშემო ურტყამული. ეს მოსახლეობები აი მოსხოს მაგონ შვეიცარიის ერთ-ერთ მთიან დასახლებაში როა და სულ ყველა რომ მოტოციკლებს ძირსდებს სასტუმროსთან როა. ხო, აქ საბაგიროები ყოფილა, ანუ საქართველოში საბაგიროები რაც არის ყველაზე მეტი ყოფილა ჭიათურაში. წეგან მითხრა ბილიმ არ ვიცოდი და დღემდე ფუნქციონირებს რამდენიმე თუ არა ერთი უეჭველი, იმიტომ რომ დავინახე. ისეთი ქალაქია, მანქანა თუ არ ყავს აქ ფეხით სიარული ძალიან დაიღლებ. სულ აღმართები. რა მაგარად გილას არის პანერი გამოკრული. საღოლჯი გარო. რამე გაკეთებულზე მაინც გამოეკრათ. დანგრეული მასე როა გამოკრული. მეგონი გავლით ვარ აქ ყოფი რა. ნახეთ იქ სად არის ტაძარი და სად არიან ძროხები. მთელი გზა სხვათა შორის აი რაც მე აქეთ გადმოვხვიეთ, ეს რა ლამაზია შეხედეთ. ბუნებაში ისია ჩამალული, რომ ეხა ბილის რო ხელით არ ენიშნებინა, ვერც დავინახავდი რა. ეს ჯიგრები. ძალიან ლამაზი. ხო, ეს ძროხები არიან მთელ გზაზე რა. აი ყველგან. ეხა აქ ერთი დაფრთხა და კიდევ კარგი რომ უკან წავიდა და არა ჩემსკენ, მაგრამ იქაც ნახეთ კორპუსისა და აი უცნაური ის არის ძალიან რა. სხვაგან ესეთი უცნაური დასახლებები არ არის. ბილი არის მოკლედ დღეს რა ზოგადად ხო ჩვენი გიდია და დღეს კიდევ ერთხელ თავსებს კიდობას. ვაუ. ბაიგები რა ხალხი. უცნაური იყო. ბაიგების საკნახო. შვენიერი, კარგი რაიდი ბიჭებო, მშვიდობიანი გზა. აი, გამოკიდებული საბაგიროზევით. შუა გზაზე რა თუ გაჩერებული არ ვიციო. ძალიან ლამაზი ადგილებია რა. ძალიან. და ეს სიმწვანე უხდება. ბევრი ხეა ძალიან და ლამაზია და დარწმუნებული ვარ აქ ხა მეტნაკლებად უკეთესი ჰაერიც იქნება რა. ჩანთის დაბმის მასტერ კლასები უნდა გავიარო კოკისთან, თორე ეს პატარა ჩანთა ძლივს დავავი. ის ესეთ მიმღებია ერთ-ერთი საბაგიროსი რა, ალბათ. მიმღები თუ სადგური თუ რაც ქვია. Qua. მადლობა ბილი. ესეთი ამ კერს თუ არ ჩავთვლი და აქამდე მოსასვლელი გზაც ძალიან კარგი იყო. შემოვლით ცოტა გრძელი გზით წამოვედით, ორი ვერსია იყო რა, ერთი იყო სადღაც 3 საათიანი, მეორე 3 საათნახევრიანი და ეს ცოტა გრძელი გზით წამოვედით, ანუ ზესტაფონში შევედით და ზესტაფონიდან მერე გადავუხვიეთ აქეთ რა.
ხო და მეორე გზაც არსებობს თქვენ შეგიძლიათ იქიდან წახვიდეთ რომელიც უშუალოდ მაგისტრალიდან ეს აჩხერეში უხოს და იქიდან ადიხართ რა შეიძლება ჩვენ უკანა გზა ეგრე გავიაროთ და მაგას ვნახავთ როგორ იქნება გზაზე ნამყოფი ვარ ჩემი ძმა მყავს წაყვანილი რამდენჯერმე მართვის მოწმობის გამოცდაზე და ისიც რა ვიცი ნორმალური გზაა მე მგონი ცოტა უფრო გაფრჩებულია ვიდრე ეს გზა მაგრამ უფრო მოკლეც არის რა შეიძლება იმ გზით წავიდეთ უკან და არ ვიცი ჯერჯერობით სხვა შორის კარგად მივდივარ ანუ აი ეს კამი არ ვიცი შეიძლება მიჩვევის ამბავია აღარ მაწუხებს ისე ძალიან რო წამოვედი დუშეთიდან ერთი გავჩერდით კოკა-კოლასთან რო გავხდია მანდ და მეორე გაჩერება გქონდა სმარტთან ცოტა ისეთი ხანგრძლივი ყავა რა კოკა-კოლა დავლიეთ და სმარტის მერე გავჩერდით მე მგონი აქ გავჩერდით ანუ კაი დიდი მანძილი ვიარეთ ისე რა ქვია გაჩერების გარეშე ხო მე მგონი აქ გავჩერდით მაგისტრალზე კარგად ვიარეთ და ხო რა მე ეს გვირაბები და რაღაცები გეხმარება რომ კაი დიდი გზა მოჭრა რა ამ ბაიგეთ ხარ კიდევ უფრო კარგად მოდიხარ მოკლედ მშვენივრად ჩამოვედით ეხლა მთავარია პერევალიც კარგად გავიაროთ და ეგ არის ჩავედით რაჭაში აი ღრუბლების ფონზე რა ლამაზად ჩანს საბაგირო მაგრამ ესენი გაჩერებულებია თუ საბაგირო ვაფშე არა ეს ის ხო არ არის რა ქვია მაღაროებიდან რო რაღაცები გამოიტანა არ ვიცი ვერ ვიყავ მაგებში სამწუხაროდ რაღაც სატვირთოებს გავს უფრო რა აშკარად რაღაც ჯამის ფორმა აქვს და ალბათ უფრო ნედლეულის გამოსატანია ვიდრე საბაგირო აი საჩხერის საგამოცდო ცენტრი აი აქ ვარ ნამყოფ ჩემი ძმა ყავს მოყვანილი ეხლა იმის თქმა სულ დამავიწყდა რაჭაში პირველად მივდივარ და თან ძალიან ისე რა ექსპრონტად კი არა და დაუგეგმავად და ძალიან კარგად დაემთხვა მოკლედ რა გუშინ საღამოს მომწერაბილი ხვალ თუ გცალიაო მეთქი მოვიცლი და რაჭაში წავიდეთო და მეთქი სააღო აი ძალიან გამიხარდა რა ძალიან ბავშვებით რო გიხარია რაღაც ეგრე ვიყავი გუშინ თელი საღამო თან რაჭის ნახვა მინდოდა თან რა ვიცი კარგი ამინდი იყო რაიდიც მინდოდა ფოტოების გადაღებას და ანუ ყველაფერი რა კარგად დაემთხვა ძალიან და მადლობა ბილი მადლობა აი ესეა ხალხო რა მე და ბილი ცხოვრებაში არ შევხვდებოდით ალბათ არასდროს რო არა მოტოციკლი აი ეს მოტოციკლი მერე გაახლოვებს ადამიანთან რა ჩვენ შორის საკმაოდ დიდი სხვაობა ასაკში რა ვიცი მეტნაკლებად ეხლა სხვადასხვა ინტერესები გვაქვს სხვადასხვა პროფესიები გვაქვს მე კი ეხლა ვეუფლებ იმ პროფესიას რაც ბილის აქვს მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ მაგ პროფესიაში ფოტოგრაფიას გულისხმობ და ნელ-ნელა ვეუფლები მაგრამ ვერ გავიცნობდი ამის თქმა მინდა რა რო არა მოტოციკლი და ბილის გარდა არის კიდე უამრავი ძალიან მაგარი ადამიანი პირველი ვინც მაგაზე მახსენდება არის ვაჟიკო მერე ვაჟიკოს საძმაკაცო რომელთანაც უკვე მეც ვძმაკაცობ და აი ძალიან მაგარი რაღაცაა რა შეიძლება ბენზინგასამართ სადგურზე გაიცნო ადამიანი და იმდენად დაახლოვდეთ და იმდენად კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ რომ დაძმაკაცდეთ და ესე ნახოთ ხა ამ ბენზინგასამართზე თუ იმეს დავიძმაკაცებთ აქ გადავივსებით და გავაგრძელებთ მერე უკვე გზას ნახოთ აბა ერთი რომლის უფრო მეტ საწვავს და იმატებს ცოტა ბენზინი დაისხნა გადავარცხოთ ათი
ხო, ანუ ბილის ბაიქს ჩავიდა 10 ლიტრი. იმასაც გაიფოთ მოურწყეს ბაიკი. 10 ლიტრი. ობა არის რაღაც 2 და 200 რა. ზე ხარ ესე იგი. მაგრამ მან კიდე ერთი რაღაცაა გარდა იმისა, რომ ახალია ეს ბაიკი რა. მე-6 სიჩქარე აქვს. და სიტყვაზე ჩემი თუ 130-ით რომ მოვდიოდით და 100-ზე ზევით იყო ალბათ რა ვიცი 4 აბაროტზე ბილის ბაიკი შეიძლება იყოს 3-ზე ან უფრო ნაკლებზე და აი მაგის ხარჯზე წვავს მერე ნაკლებს რა ვარ ლამაზი ადგილია ეს რომს გავს ჩვენ მივდივართ აი ონი დაბრალებით ბევრ რამეს შემიძლია დაუბრალო ჩემი ბაიკის ეს წვარა ესე იგი ერთი რომ კაი ჩქარა ვიარეთ მეორე რომ მე აღმართებიც იყო მესამე რომ მეხუთე ჩქარი არა მეხუთე ჩქარის ზევით აღარ მაქვს და აბაროტი მაღალ ჩქარეზე მაღლა უჭირავს რა 200 კილომეტრში 12 ხო რა კარგად გამოდის მე მეფზე ვნახავ კიდევ ცოტა მეტია თუ არა, იმიტომ რომ ბოლოს აი რომ დაუთვალე რამდენჯერმე 6-ზე მეტი არ ყოფილა არც ერთხელ, მაგრამ მაშინ ამ სიჩქარით არ მივლია. ნახავ და გეტყვით თქვენს მერე რა. უნდა დაუთვალო ესე იგი გალფის ბენზინგასამართიდან კოკა-კოლასთან როა ნადახტრის გადასახვევთან ეს ადგილი აჭირებს რა საჩხერეში გალფის ბენზინგასამართთან რა ნახოთ რა იქნება საქართველოში ამიტომ უნდა გავდეს ედვენჩელი მინდი ხარ შენთვის და რაც გვან უცბად ესეთი გზა გეჩითება ყველგან მე მგონი უკვე ყველგან სადაც არ უნდა მიდიოდე ესეთი გზა ერთი მონაკვეთი მაინც შეგხვდება რა კაი მოსახოვებია ვისაც მოსახოვები უყვარს როგორ არის მინდა წამოსული ნახეთ და ამას რა შველის ერთი ვარიანტი ვიცი რომ ხეების დარგვა აი ფესვებს რო გაიდგავს მერე ძალიან შველის იმაში რომ მიწა დაიჭიროს მაგრამ ეხა აქ რაღაცა უნდა დარგვა ხო უკვე წამოსულში ალბათ გამაგრებები რა აი ბეტონის და რაღაცა რკინების და რატო არ აკეთებენ ვერ გავიგე Stairway to Heaven აი ამას მოუხდებოდა ეს სიმღერა მაგრამ YouTube-ი დაბლოკავს მერე მგონი ვიდეოს და აღარ აჩვენებს ბევრ ადამიანს შეიძლება არ თუ ისე ბევრი მაყურებელი მყავს და ეხლა კიდე მაგის გამო რომ suggestion-ებში აღარ მოუგდოს ვიდეო მე მგონი არ ღირს თორე დიდი სიამოვნებით დავადებდი ძალიან ლამაზი გზა თან მანქან არ დადის ეგ ყველაზე მაგრად მისწორდება რომ აი არ დადის რა მანქანა საერთოდ აუ რაცი ვახალხო აი მაგრად ესეთ ეხა ცოტა ხანში ალბათ დავიწყებთ COVID ჩასვლას კიდეზევით უნდა ავიდეთ არ ვიცი მაგრამ აქ აი საკაიფოციო რა პლუს ძალიან ლამაზიც არის ეს გავისწორო გინ მანქანით და გინ ბაიკით აი რამდენი რამე აქ კიდე სანახავი ჩვენ გაჭედილები ვართ Red Race-ში და ვაუწყდება რომ ვიცხოვროთ კიდევაც ცოტა 17,000 მოუკეცე მე მგონი ამდენი რაც ამ თვეში ვიარე ანუ აი ბოლო ერთი თვე არა არ მივლია არასდროს ძალიან ბევრი ძალიან დიდი ტრიპი გამომივიდა და
თან მიხარია ეგ ამბავი და თან ამეთ მიხარია რა თან კარგია ძალიან კარგ გამოცდილებებს ვიღებ და ძალიან ბევრ კარგ ადგილს ვნახულობ ნახეთ რა ლამაზია პროს შეხედეთ ძალიან ლამაზია რა I like to do same every day like the train that he passes away and then with you I last forever oh უკვე ჭამა გვიწევს ბილი მომშიგა რაღაცა ძალიან მაგარ ადგილას გავივლით საჭმელადო და ნახოთ მე რაჭული ლორი და ლობიანი და მსგავსი რაღაცები ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ აქ ძალიან გემრიელიც იქნება და ნახოთ ერთი როგორ საჭევჭამ ო პერიოდში ჩემი ყველა რაიდი მთავრდება ან იწყება იმით რომ ჭამ ხო და ხო არ გადავიდე ამ კულინარიის მიმართულებით ვიდეოებზე ჭამას კი აქვს სულ ნახვევი და ინტერესები აი შქმერული აქ არის აქ ხოლმე შეგვეჭამა ბილი შქმერული შქმერული ამათია კაროზმა ეს იყო ანუ სოფელი შქმერი მან და შევედით შქმერი ონი რამდენი გვდარჩენ ოპა რა კაია შენ გაწვალებ ცოტა თორე არა ის არის რა ქვია ამ გზაზე ვიფრენია და ხო აღარ მინდა რამდენიმე შესახვევში გადავარდი კინაღამ ხო ზოგი კაი მკვეთრია ხრეშია ხანის ასე რომ მე ძალიან კომფორტულად ხო შენ თავარია რომ მაშინ მეშვენივრად რა ერთი ყველაზე მაგარი მარშრუტი ძალიან მომეწონა მეც კაი გზაა მართლა რა ძალიან მომეწონა მე პროსტა მაგას ფიქრობდი რომ მეთქი ხა ფიქრობს რას წამოვიყვანე რა მინდოდა რა ლამაზია ბიჭო ეს უკვე რაჭა რა ძალიან მოკლე მანძილზე ჩავდივარ ძალიან დაბლა ხო შესაბამისად ისინი ხურდება ტორმუზები სიჩქარით რა ენჩ გაცხელდება კაი დაღმართია შქმერი დაინახეს? კი. შქმერული არის მაქედა. ჩილს არავა, შქმერულია რა. შქმერული. და ჩვენ შევჭამთ ახლა რო იცი. გემრიელს ხო თან? ძალიან კაი. მოწყვეტილი მოგლეჯილი და ეს შქმერიც სად არის? ხო, არა, ესეც კაი ისეთია. ეს არ იყო შქმერში კი ამოდიოდა გზა, მაგრამ დაანგრევ, ეს დაანგრეული და ის უნდა გეო. ეხლა რო პირდაპირ გზის პირას არის, მან დაი არაფერი არის. და თუ გახდებოდი იქვე კოდები სასწრაფო რა მოდიოდა. ვერ გისწრებდა. აუცე ბრაღდა გაიჩითა არტერია მთელი რაჭა ისა და აგრიალებე ბაიკები რავი მანქანები. ხო, არა, მაგარია რა. ეს გზა წაჭე ეხა მე რო უყურებ წარმოუდგენელია რომ გაკეთებული არ იყოს. აქ როგორ უნდა იარო? ცხინვალიდან დადიოდნენ და ყველაზე მოკლე გზა არის ეგ. ცხინვალიდან გამოდიხარ პირდაპირ მე შემიძლია დაგო. ეს აიქიდან შემოდიხარ. ანუ ამას ჭრიი ვაფშე? საერთოდ ნახე, ჩადიოდი გორში. ხო. გორი და ცხინი. მარჯვნივ ხვიდოდი და? ცხინვალი და პრიამოიში გათმოაჭრი და აიქიდან შემოხვიდოდი და 2 საათში თუ ნახევარში დაგილა. ჩანთაში რა მაქვს იცი? ორმაგი ჩიზბურგერი. ცენაზე ჩამოსული ვიყავი რა ჩამოგიტანო მამა რა აუ არაფერი მაკდონალდსი მენატრე. წავედით დაღმართებზე. აგდიდათ ხო რა ბილიმ როგორც თქვა. ტორმუზი არ უნდა ვიხმაროთ თორე გაგვიცხელდება, ამიტომ ესენი ნელ-ნელა ჩავგორდებით რა. აი იქ და უცბად რამხელა გზა ჩამოვიარეთ. გრუბელი არ არის ეგეთ საწვიმარი, მაგრამ წვიმს. უცნაურია. აუ ბილჯიგარი ხარ. გავჩერდით. რა მოელანდა ეხა?
ვიცი რა. აი აქედან მოდის რაღაცა და იცი რა არის მოდი ვაცხადოთ იმიტომ რომ ოკეი. ის არის შარვალი თუ დაგიწევდა ცოდებია. ობა. ეგ არის? ეგ არის. რა მაგარი პურის სუნი იყო, შენც გეცა? აბა რა. ჩამოვედით ახლა ონში. ესეთი ლამაზი. ესო ბოდიში ჩაჭრისთვის. ისეთ ძალიან საინტერესო სახელი აქვს ამ რა ქვია? ეცა? აბაჯო. ეხლა სახელი აქვს საინტერესო ფილმი. ამ ადგილს დავეთ შევხედოთ რა ქვია. ჩვენი მოტოები, ცოტა სველები, ცოტა არა, კარგად სველები. უი ამ ტყავმა შეიცვალა სისველეზე თუ რა. რაო? ვეჭამი. ქვეცათი. სახელი ნამდვილად საინტერესოა. მოკლედ ისე მოხდა რომ ამ წუნამ გადაგვიარა ერთი პირი და მე რო გამოვიარეთ რაღაც ადგილი საერთოდ არ იყო სისველე, ანუ სადღაც ერთი 15 წუთი გავმაზეთ რა და ის 15 წუთი რო გავველო აღარც დავსველდებოდით. სახელი კაი აქვს. მოიცადე და არა ეს ხო YouTube. მოიცადე. ხო იღებ. ხო. შიგაი აი ესენი არის ძალიან კაი ტიპები. საუსეა და აი ეს გოგენი დანჩის მე გაჩვენეს რა. ეს არის კამერული. ხო ნახე სოფელი იქ მოიგონეს ტიპებს ისეთ ციოდა. მოწყვეტილები და ის რომ ნიორს მიარო. წვადისთვის ტრემავი ამსაწებელი. მე არა. დამავით. მაგითო შვენიე. ეხლა ნახე რასაკეთე რა. აბა. აი ეს შემხარეს ესენი უნდა ჩააწყო. და ცოტა ხანი დატო. ჩაბუჟბუჟდეს საკაიფო. და მე ამის იღებდა, ნუ აი ყდესა ვარამი. შვენიე, ვიზუალურია გააცასწავლე. გობიან ძალიან მაგარი ვარ ამასაც გეტყვი. ესეც მწვადი. ოპა. შკმერული ძალიან კაი იყო. გამართლა მოლოდინები ყველაფერმა. მწვადის ნახეთ. მთვარე ღმერთო რა ამაზია აუ რა სიძახი აუ ეს რა იყო აიმე ძალიან ამაზი იყო აუ არ ვიცი ეხა აქ როგორ გამოჩნდა მაგრამ აი მულტფილმივით იყო რა აუ ძალიან იყო აი მე შენდე დავატირე ეს რა კარგი რა ლია ძალიან რა ეხა მოვედით რა ქვია ჭიორა ქვია ხო სოფელს სასწაული ადგილია ოღონდ შენ ჯერ ვერ ხვდები იმიტომ რომ ბნეო ხო და დილით რო გაიღვიძებ ჩარტი აუცილებლად გზაზეც რომ მოდიოდით მეც ეს გავწმინდა ძალიან ლამაზი ისინი იყო კლდეები და რაღაცები გზაზეც რომ მოდიოდით ლამაზი იყო შევაყენებთ ბაიქს აბაც
გამარჯობა. ჩავაყენოთ, ხო? ნახე როგორი წვეტია. ხო, და იგით ახლა ქუხდა და ძალიან ლამაზად ჩანდა. ხო, ჩავაყენოთ. კარო ისე სივრცეები, ამბები. თივა. თივა? კარავიან. ოპა. აკვარდი გამოდებული, ხო? კიდევ უკეთესად გაჩვენებთ, ეხლა დავინავდებით და მე ერთ რაღაცა ვქენთ კიდე, ჩაგერთვით თუ არა და ხოლმე. ეს არის ოთახი, მთლიანად ხის კოტეჯია. ნახეთ რა საყვარელი ადგილია. შეაგაკეთებული ყველაფერი. ეს არის ორი ადამიანისთვის, ეს არის საბეფარეშა. საბაზანო და საყვარელი მოწესრიგებული კარგი ადგილია რა. ესენი აქ ჩამოვიდე რაღაცებს რომ გავაშრო და სველია და ფენით გავყვები ახლა და გავაშრობ. მოკლედ დღეს ხო ალბათ მე მგონი ისეთი აღარაფერი და ხოლმე მე დაგიბრუნდებით რა. ზუსტად აი თის წვერზე არის კი არა იქ არის ზუსტად თის წვერი და ლამაზ დაფებოება უბრალოდ ახლა რუბლებია ცოტა დაარჩენს მაგრამ მაგასაც გაჩვენებთ აი ზღაპრული ის არის რა ხედი აქედან ძალიან ლამაზია ესეთი საყვარელი ვეცდით გაჩვენებთ სასწაულსაც დღის შუქზე ოქს რა რო წამოხვიდე რაღაც ოჯახთან ერთად შვენივრად დაისვენებ. აი, უკან გამოჩნდა მგონი თუ არა. კი, ცოტა ჩანს. ეხლა მივდივართ ორი ხეობის სანახავად, რომელიც აქვეა. ერთი არის ეშოვამდე რა გზაც დარჩა. სადამდეც მიგუშვებს ესე ვთქვათ, იქამდე გავივლით და მეორე გზა არის, ამ ხეობას ესე ზევით აუყვებით და მოვინახულებთ. ამ გზას ეხლა აქ ცოტა გრუნტიანი გზაა და ჩავივლით ნელ-ნელა და მერე უკვე გავდივართ შედარებით უფრო კარგ გზაზე. მოკლედ ამ სასტუმროს ჩვენგან დიდი რეკომენდაცია დაახლოებით 100 ლარი დაჭდა კაცზე და რა ვიცი მშვენიერია რა. ინდიაში თვითონ ნომერი ღირს 180 ლარი და სასმელები ავიღეთ კოკა-კოლა და მინერალური და მაგიანად გამოგვივიდა კოკა-კოლები. კოკა-კოლები, მინერალური და მაგიანად გამოვიდა ცუგო, რა კაი ცუგო ხარ. ოჩახ. მაგიანად გამოგვივიდა მოკლედ 200 ლარი. ოპა. აქ ცოტა მურტალი ჩასასვლელი გვაქვს. ეს ფეხები მივეხმაროთ. ჯობია. შიგნიდან დამცავი მაცვია და ცოტა ისე ვარ მცხელა. აულა ლამაზია ნახეთ. აი ეს მთა ზევით ულამაზესია. წავედით. გუშინ დაახლოებით გავიარეთ 310 კილომეტრი. მშვენიერი გზებით და იმის გამო ალბათ ილიმაც ეგ მითხრა რომ ამ გზაზე მე არ ვიყავი და ეს ნანახი არ მქონდა. აი იმის გამო რომ ეს ახალი იყო და სიახლე იყო და რაღაც ძალიან ისე მარტივად გამოვიარე ეს გზები რა, ანუ დაღლის მომენტი დიდად არ მქონია. ერთადერთი დისკომფორტი რაც აი ამ გზებზე იყო უკვე უშუალოდ იყო საქონლის განავალი, რომელიც აი ვითომ ხო ესე ძალიან სისულელედ ჟღერს, მაგრამ მოსახვევში თუ აი ესეთ დროს შეგხვდა და ვერ არიდე, დიდი ალბათობით გაგაცურებს და არ მიხვალ იმ შედეგამდე რაც გინდა რა. ხო და ამიტომ მაგას ცოტა უფრთხილდით, როცა ამ გზაზე წამოხვალთ, აი ბილისნაირი როუდ კაპიტანი რო ყავთ, კარგია. მოშვება რა. იცით ეს გზები და გაფრთხილებს რა როგორ სადროგო უნდა შეხვიდე რა. ეხა აი ნახეთ ესეთი რაღაც, თუნდაც ერთი საბურავით რო ესე სწორზეც გაიარო და უცბად ან მუხრუჭი დაგჭირდეს ან რაღაც გააცურებს რა წინა საბურავსაც და უკანასაც და მერე უკვე ძალიან რთული იქნება მოტოს დაჭერა. მიხედვა ჭირდება ამას და რა ვიცი თვითონ მაცხოვრებლებისთვის რაღაცა мотиваციის მიცემა რომ მაქსიმალურად ეცადნონ ისინიც რომ ან აქეთ გააკეთონ ბიზნესები ან
რაღაცა ინტერესი შეუქმნა ადგილობრივებს, გუშინ იძახდა ადამიანი, რომ გრაფიკით გვაქვს წყალიო რა და ონის გარშემო 4 მდინარე მოდის რა, ძალიან მარტივი მოგვარება შეიძლება იყოს ამ პრობლემის, რომელსაც მოკლედ ესე არ აკეთებენ რა და მაგას ვერ ხვდები, როცა გინდა რომ ადამიანი სიტყვაზე ესე მაღალმთიან სოფლებში, ქალაქებში დასახლდეს და გადავიდეს ესე ვთქვათ საცხოვრებლად და იქაურობა გამოაღვიძოს და გამოაცოცხლოს, ელემენტარული პირობაა, ხო? წყალი, ანუ წყალი როგორ შეიძლება 21 საუკუნეში სადმე პრობლემა იყოს, მით უმეტეს საქართველოში. და გრაფიკით რო გაქვს წყალი, მე მგონი ცოტა ის არის რა. არასასიამოვნო. ერთიორად გაიზრდება და ინტერესებაც, мотивაციაც ამ ხალხის და უფრო მეტი დამსვენებელი, მაცხოვრებელი და სტუმარი ეყოლება ამ ადგილებს რა. აი, რა არის? ქორი? ლამაზისკი. ძროხები კი რა ხარები არიან. აი, ჩვენ თქვენთან ერთად დაიმსხვრა ის აქვია მოსაზრება, რომ წითელი ფერი აღიზიანებთ ხარებს. ჩემი ბაიკი ხო წითელი არაფერი არ უთქვიათ. პირიქით გაგვატარეს ბიჭებო, მინდით გაიარეთ. აი, ულამაზესი იყო რა. ნახავ მერე კადრებში როგორ ჩანს და დიაში ჩავსვა ყველა ვარიანტში, მაგრამ აი არ ვიცი, ზღაპრული იყო რა, აი ფოტოშოპით გაკეთებული სურათები როა ხოლმე, ხო იცით, გადიდებული მთვარე როა და რაღაც, აი ეგ იყო რა. ბუნების ფოტოშოპი იყო გუშინ აქ რაც ვნახე მე პირადად. ზის შავსვაც ულამაზესი იყო. ეგეც გადაღებული მაქვს, მაგრამ აი ძალიან პატარა მონაკვეთები, იმიტომ რომ საპირისპირო ხარეს მოვდიოდით და აი ძალიან ლამაზი იყო ეგეც და ეს ბუმბერაზი მთები. ეს არის უკვე შოვისკენ მიმავალი გზა და მივალთ იქამდე სადამდეც მოკლედ გზა არის რა. ზოგადად რაღაც საწყობებია. აი ულამაზესია. მაგრამ ესეთი უბედურებაც არის აქ. ეს იყო შოვი. აი ეგ იყო სუისინი, იდგა კოტეჯები, მიუღები, რეალურად კურორტი შოვი იწყებოდა აი აქ. აქ ეს ხეები იყო მინდორი, იდგა ეს ძველი ისინი არის რა ქვია, სანატორიუმები, რაღაცა ძველებიც იდგა, ახლებიც იდგა რაღაცეები და აი ეს იყო მთელი შოვი და აი ეს და აი ის იყო რა თქმა უნდა თოვლია სუიზინი. ხო. ეს ამ ხეობებიდან მობერილი ის რა ქვია ჰაერით. რავი, აი ეს ისყო და არაფერი აღარ არის. შოვი, მე ხარ არ ვიყავი აქ ნამყოფი. და აი ძალიან ცუდი სიტუაცია რა. მართალია ის ხედი, მთა, კლდე, ყველაფერი ლამაზია, მაგრამ წარმომიდგენია ხა იმ ადამიანებისთვის რა რთულია ამის ნახვა და გახსენება, ვინც ავიცი ოჯახები, შვილები, დედები, მეუღლეები და კარგესა აქ რა. რთულია ძალიან, როცა ესე ვერაფერს ვერ აკეთებ და ეხ გავივლით მჟავე წყლებზე. მე ძალიან მიყვარს მინერალურიც და მჟავე წყლებიც და ვნახოთ ერთი რაჭველებს როგორი გაზიანი წყლები აქვთ. აი რაჭველებზე ხო იძახიან რაღაც ნელი ის გუშინ ლობიანი ის სწრაფად მოგვიტანეს, მე მაგას ვეღარ ვიტყვე. აი ძალიან მქშიოდა რა და უცებ ესე ატარებს ადამიანი მანქანას, ნახეთ აი, ხედავთ? როგორ კარგად ვიქცევით. ხო და ის არის ძალიან ჩქარა მოგვიტანეს ყველაფერი რა, საჭმელები. შქმერული იყო ისეთი რომ აი უგემრიელესი რა. მე ეგეთი არ მიჭამია, გემრიელი შქმერული მიჭამია, მაგრამ ეგეთი არ. მიხა დღეს გავსინჯავთ აკაურ ხინკალს. მიხა ავიღებთ და ვნახოთ ცოტა არ
ველოდები ახლა რაღაცა სწავლი იქნება, მაგრამ მაინც ვნახოთ. ხინკლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რაღაცაა, რომ კარგი ხორცი იყოს და ხორცი თუ კარგი ექნება, ხინკალით ძალიან კარგი გამოვა და ვნახოთ ახლა ერთი როგორი ხინკალი გამოუვათ რაჭველებს. შემშრალი მჟავე წყალი. იქიდან რო ამოიღო. თუ არ გავისკო. არ გავრისკავდი. კია შემოღობილი, ძაღლი ვერ იმასიდა. არ მოდის იქიდან იღებენ, მაგრამ ხა ისე არ მომწონს მე. წვეთავს რა. აი როგორი ისაა, ნალექი. ხო, კი. ეს გავსინჯე პირველად ყაზბეგში. იმის მერე მაგრად მევასება. აი, ავიდეს. გახედე. ბიჭო, ისა. მიდი. ანუ ისე მოაქვს რა ფეთქავს. შენ არ გინდა? არა. აი დემოსი ო, სუნია. შვენიერია. დაწყდა. ეთყობა გროვდება, მე ამოხედქავს. მე ესე მოწანწკარებს. კიდევ ერთი შავი წყალი, ალბათ 300 მეტრში მეორე. აროჩი და მე გამოავლინე გამარჯვებული. ეს იცი რა მომწონს ამათი კიდე? კი არა და ამეების რა. გადაფარებული, რაღაც მოწესრიგებული. იქ ყაზბეგში და იმის ფასანაურისკენ რომ მიდიხარ, აი ეგრე ამოდის რა. ეს აშკარად ეგრევე ამოდის. ეს ამოდის ეგრევე, უნდა ამოვისვა. ხო, ეს არის ხო? წესით. იცი. არა, ის ჯობია. აჩე ის არის. აი ნაბეღლავი. ხო. სპონსორი ხო არ გინდა. ის არის აი ცივი ნაბეღლავი, ეს არის. გასული. აი ცივი ნაბეღლავი, ოღონდ აი აჯანჯღა. ხო, აი გაზი როა გასული რა ეგეთია. ეს ყველაფერი ძალიან კაია. ერთი კითხვა არის ხოლმე როგორც ეს. ხო. 10 კაცში რამდენი წამია? ესე ამოდის. იცი? ვა. თიაკეთ ერთი იქეთ. მაგრამ აი ისე. გადახურვა ვერ უშველის ნაგავი. ხო, ეგ კი. აი იქაც გადაიხედე. ხო, ეგ ნახდად ეგრე. აქ კი არა. დაჟე იქაც რო ვიყავით ასულები შოუთან, იქაც ნაგვის ყუთი იყო და მაინც ისე ეყარა რა ნაგავიდან. მაგას ხო, ეგ კი. რო იცი რომ ეგეთი ამბავი და საღორი და სანაგვესდება რაღაცა მაშინ ჩამკეტიანი ხო რა გაცალიან რაღაცა არის ხა დღეს მაგისე საშუალება რომ ეგენი ნორმალურად იყოს რა ისეც მესამე წყარო ამას ეგეთი ის მოყვება რა ქვია წნევა თუ ბოთლს რამის უკან აგდებს რა და ესეც ძალიან ლომაგებია დალექილი გუგირდები სოსიკოც შეიძლება ვახარდა პილის ხოიცდობ თუ არ შორიდან პირველი რაც გავსინჯეთ ის იყო ყველაზე კაი მეორე ადგილზე ეს და მესამე ადგილზე ის შუაში რაც გავსინჯეთ რა ყველა კარგი იყო ყველას თავისებური გემო აქვს და ეს კაი იყო ყველაფერი კაი იყო ეხლა მოვიდით ხინკლის ასაღებად ეს პატარა ადგილია გვირილა ქვია მგონი და აქ გაიჩნდა ჟავე წყალი ამასაც გავსინჯავ და ნახოთ ერთი ეს რას იზავს ეს პეშვით უნდა ვქნა რა პეშვით უნდა დავლიოთ ეს ნამეტანი ისა ნახამარი ჭიქე რაო სადის უნდა
აბა ისიც კაი. ეს ყველაზე მეტად გავს აი ყაზბეგში რაც მოდის იმას რა. წონებული ხარ ხო? მეტნაკლებად. კაი, წავედით. მე ამაში ორი კოკა-კოლა ჩავიდე. კი უთხარი რომ მეთქი. ნახევარს დავიჭერ თქო, მაგრამ მე უარეს იმაში ვარ, ვერ ვიზავდი. ამიტომ 20 კილოგრამიანი საზანთროს შემდეგ ეხა ხინკალი ბაიკზე. აი ესე რა, თავარია მონდომება ხალხო თორე. ხინკლის ბაიკით წაღება შეიძლება თურმე. აი ესე სოგერი. ცოტა რომ მოინდომოს შეჭამს კიდევაც, ისე კარგად უძებს. ოპერაცია ხინკლის ბაიკით წაღება. ოპა. წარმატებული გამოდგა. ნელ-ნელა სრულდება ჩვენი რაჭის ორდღიანი თავგადასავალი. ხინკალი გავსინჯეთ და საკმაოდ კარგი იყო იმის კვალობაზე, რომ ველოდებოდით, რომ არც თუ ისე კარგი იქნებოდა, ასე რომ შემიძლია მაგაზეც გითხრათ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ესტუმროთ კაფე გვირილას. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. ულამაზესი მხარეა და ალბათ ერთი ნახვით ამის სამოწურვა ესე არ შეიძლება და მით უმეტეს ესე ერთი დღით და მომავალშიც აუცილებლად ვესტუმრები ამ ლამაზ კუთხეს. ისეთ საინტერესო გამოსვლელი ყავს ხვალინდელ დრაგს, სხვა შორის ერთი VTX-იც გამოდის, ოღონდ F სერია. ნახოთ რას იზავს ის ბიჭი. წარმატებები აქედან მეგობრებო, რომ ასევე გამოდის სპორტსტერი, რაღაცა ახალი 20-24 წლის და ყველა იძახის, რომ რაღაცა არ ვიცი, ალბათ რაღაც განსაკუთრებული ძრავი დევს ან უბრალოდ წონის და სიმძლავრის შეფართება აქვს ისეთი კარგი, რომ მოკლედ ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტი იქნება ეს სპორტსტერი. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს ხვალ. წინა დრაგის ჩემპიონი შაკო ვერ ახერხებს გამოსვლას, როგორც ვიცი. იმიტომ რომ რეგისტრირებულებს შორის არ იყო. სულ 9 ადამიანია დარეგისტრირებული. ესე გავახარეთ ეს ბოქში, მოკლედ წინა გზაზეც, უკანა გზაზეც. შეიძლება მე სამომავლოდ ძალიან ისეთ რაღაცას კი ვიტყვი ახლა, მაგრამ იყიდოს ამ ბავშვმა მოტო. და სადღაც მე ერთად რაიდზე წავიდეთ. ძალიან მაგარია რა ასწავლებს. ასე რომ თორსა შესაძლებლობა გექნებათ გაახარეთ ბავშვები. აქაური გზა იცით კარგი ვერ არის, როგორც აქამდე მოვედით რა, ცოტა არა, საკმაოდ დატალღულია. მიწევს ცოტა ჩამორჩებილის, რომ შევხედო რა გზით გაივლის რა, ეხა ის რომ მანევრს გააკეთებს, მე ბევრად მეტი დრო მჭირდება მაგ მანევრისთვის და ამიტომ მირჩენია ცოტა ჩამორჩე და უყურო რა, როგორ რა გზას გაივლის და მე მეც იმ გზაზე გავიარო. გადიზალო. ასე არ გამოვა ერთამი. ბუქსაობს გიჟივით. დავით, აქ თავარია ხა. გაზი გეჭიროთ ესე დროს ერთი და იგივე პოზიციაზე და არ გაზარდოთ. დედავატირე ეს რა იყო? ეს
ესეთ გრუნტზე არ ყოფილვარ არასდროს და არ იზრებოდა ბაიკი. რაღაცები შემოვიდა და საჰაეროებში. ბაიკები აგერა. მოკლედ ცოტა ის გზა გატრაქტა რა. გაფუჭებული იყო ბევრგან, თან ძალიან ცუდი მონაკვეთები იყო და ეს გზა მოკლედ არ ვარ და ჯერ. უბრალოდ კიდე იმ გზით წასვლა ცოტა ის იყო რა. არა კომფორტული ძალიან დაგვიანდებოდით, ამიტომ ეს გზა მაინც ჩობდა უბრალოდ არ იყო რა კაი რა. ეგარი. ის რატო გაუკვე? ეს რაღაცა უსტარულად აკეთებ. არა, ნელა მოდის. მოდის, ბათუმი მოდის. გამოვედით ბანზე. ფეხების ახალი პოზიცია ვნახე. ცოტა უფრო მისვენდება ესე, იმიტომ რომ აი აღარ შემელია. აი იმ ცუდმა გზამ დამღალა მაგრად რა. და აი ჯანჭყარმა და რაღაცა. ცოტა ვისვენებ ესე კარგად. თან ახლა მაგისტრალი აგდიდა არაფერი. არ მინდა რომ ვიხმარო ფეხი. ხო, რაღაც ალბათ 1 საათი დაგვრჩა, საათნახევარი მაქსიმუმ რა. ერთხელაც გავავსებთ საწვავის ავზებს და ეგ არის. ყვალინდელი დრაგი დიდი ალბათობით წვიმაში ჩატარდება. იმიტომ რომ დავით წეღარო ნახეთ უკვე მოიმატა პროცენტულობამ რა, რომ იწვიმოს. კრუიზერების კლასი იწყება 10 საათზე. დილი თვე. ну ნახოთ მოკლედ რა როგორ გამოვა რა. ეს არის ბიჭებმა კვალიფიკაციები და ამბები. ნახოთ ყოველ რას იზამენ. ბოლო ბენზინის გაჩერება იყო ეს და ეხა უკვე всё, წავედით და წავედით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, იმიტომ რომ უკვე მე უნდა გადავუხვიო დუშეთისკენ და პირდაპირ თბილისში გავაგრძელებს გზას და მე რო კიდე სადმე აღარ გავჩერებული ყავით, ბარემ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, არც თუ ისე დიდი ხნით ყოველ დრაგზე შევხვდებით ისევ. მოკლედ შეჯამება რომ გავაკეთოთ. ეს იყო ჩემი ანუ აი ბაიკის გამოცდილებებში ერთ-ერთი საუკეთესო. ალბათ რა ვიცი, ზუროგ მემახსოვრება ეგეთი რა. თან პირველად ვიყავი რაჭაში, თან ბაიკით ვიყავი რაჭაში, თან ყველაფერმა ესე საკაიფოდ კარგად ჩაიარა. მოკლედ რა ვიცი, წუნი არ ქონდა ამ ყველაფერს რა. თუ აქამდე მოხვედი, ესე იგი ან მიცნობ, ან მოგეწონა. ხო და თუ მოგეწონა და თან მიცნობ, მაგრამ გამოიწერე არხი. შენამით არაფერი დაგაკლდება, მე ამით ძალიან დიდ мотивაციას მომცემ. მადლობა და ნახვამდის.